პოლიტიკური კრიზისის ფონზე 2025 წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის შესაძლოა ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ამას ემატება ის გარემოება, რომ დასავლეთი ასანქცირებს არალეგიტიმური ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს, რაც პირდაპირ გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს კაპიტალის დასაბანდებლად არასაიმედო ქვეყანაა. კრიზისი უკვე დაეთყო რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ტურიზმს, რომლის დანაკარგიც უკვე რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. სპეციალისტების პროგნოზით მოსალოდნელია ინფლაცია და ლარის კურსის გაუფასურება. ნინო გაზდელიანი გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნინო, რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი დღეს? მართლაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის საფუძველი გახდეს. სპეციალისტების შეფასებით ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში არის ახლა გადასული და ის ვერ იღებს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს და მოკლევადიანზეც თავს იკავებს. ვინაიდან არ არის მისთვის აუცილებელი სტაბილური გარემო. ამას ემატება სანქციები, რომელიც ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან აზიანებს, რაც ზოგადად ცნობილია, რომ აფერხებს ინვესტიციების შემოსვლას, ეს კი ეკონომიკურ ზრდაზე და პირველ რიგში დასაქმებაზეც უარყოფითად აისახება. ეკონომისტებისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლებში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ბუნდოვანების გამო ისედაც შეინიშნებოდა ინვესტიციების ვარდნა და შემცირება. 28 ნოემბრის განცხადებამ კი პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ცივილური და გამჭვირვალე ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში. ამ სანქციების ფონზე თუ საქართველოს ფინანსური სისტემა არ დაექვემდებარება საერთაშორისო ვალდებულებებს, მაშინ ეს სფეროც წნეხის ქვეშ მოექცევა. საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა უკვე ტურიზმის სფერო და ყველა ის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის ტურიზმთან. მაგალითად, დეკემბრის პირველი 2 კვირის მონაცემებით ტურიზმმა 5 მილიონი ლარით იზარალა და ეს არ არის სრული ციფრები. განსაკუთრებით შემცირებული არის ევროპული ქვეყნებიდან ვიზიტორთა რაოდენობა, ამბობენ ამ სფეროს წარმომადგენლები. სპეციალისტების თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მაგალითად განახორციელოს ინვესტიციები, შეინარჩუნოს თანამშრომლები თუ გაუშვას ისინი და ფინანსები დაზოგოს. სპეციალისტების პროგნოზით, თუ ვითარება არ გამოსწორდა, გარდაუვალი იქნება პროდუქტების გაძვირება, ინფლაციაში საბამისად და ლარის გაუფასურება. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა პირდაპირ ინვესტიცია და ამ ვითარებაში და ამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე და იმის ფონზე, რაც ქუჩაში ხდება, დღეს საუბარი გადამეტებული იქნება, რომ რომელიმე ნორმალური ქვეყნიდან, რომელიმე ნორმალური კომპანია ქვეყანაში ინვესტიციას განახორციელებს. ამას დაემატა იმ ასეულობით მილიონი დოლარის სხვადასხვა პროექტების და პროგრამების გაჩერება, რითაც ასე ფინანსირდებოდა სხვადასხვა სექტორები, ხო? და ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს აისახება ლარის კურსზეც და ქვეყანის ეკონომიკა, რომელიც ძირითადად იმპორტზე არის ჩამოკიდებული, პირველ კვარტალში ალბათ მოგვიწევს ამის წნევა. როდესაც სანქცირებულია ქვეყნის პირველი პირები, როდესაც სანქცირებულია ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ვფიქრობ, რომ ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას ელემენტარულად არანაირი ნდობა აღარ აქვს. უკვე 2024 წლის დეკემბრის თვეში იყო სახეზე. 2025 წელი იქნება ძალიან რთული წელი ამ სფეროსთვის, ვინაიდან ის რეპუტაცია, რომელზეც დგას ტურიზმი, ქვეყნის რეპუტაცია დამოკიდებულია იმ პარტნიორი ქვეყნების პარტნიორობაზე დაფუძნებულ საქმიან ურთიერთობებზე, სადაც ჩვენ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ვეუბნებით, რომ მობრძანდით, ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი შეთავაზებები და თუ კი პოლიტიკური კლასი დაიწყებს აი ამ სტრატეგიული ურთიერთობების გაფუჭებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი აქტების განხორციელებას ძალიან გაუჭირდება აი ამ სფეროს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკაში, მოახერხოს კიდევ ერთი გადატვირთვა. ყველაზე ცუდი, რაც არის ესეთი ტიპის პოლიტიკური რყევებისას, არის გაუგებრობა და ბიზნესის კუთხით ბიზნესმა არ იცის სტრატეგიულად რა გადაწყვეტილებები მიიღოს. ბიზნესი ამ შემთხვევაში გადადის ძირითადად მოლოდინის რეჟიმში, ის ვერ იღებს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს და მათ შორის მოკლევადიან გადაწყვეტილებებზეც თავს იკავებს, ვინაიდან ბუნდოვანი არის შესაბამისად ის შედეგები, რაც შეიძლება ბიზნესს კონდეს. მათთვის არ არის სტაბილურობა ამ შემთხვევაში და როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონეზე ბიზნესი გადადის დაკვირვების რეჟიმში, რაც საკურორია მათ ბიზნეს აქტივობას ამცირებს. ბიზნესის აქტივობის დაცემა, რასაც პირდაპირ მასში არის უკვე ეკონომიკასთან
და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ ერთი წლის მანძილზე შექმნილი ის დოვლათი მე უკვე აისახება როგორც ეკონომიკურის და ამიტომაც აუცილებლად ისიც დაეტყობა უკვე ეს პაუზა, ეს შემცირებული აქტივობა, რასაც თქვა დაეტყობა უკვე წლიურ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, დოვლათსაც. ერთადერთი გამოსავალი, რაზეც ეკონომისტებიც და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა საკმაოდ დიდი ნაწილი საუბრობს, არის დაძაბულობის განმუხტვა, დეესკალაცია კი მათი შეფასებით მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით და იმ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულებით არის შესაძლებელი, რომელსაც უკვე თვეზე მეტი აყენებს ქართული საზოგადოება. ეს არის რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკურ კრიზისს ისინი ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი მოყვება.